მეფე ვახტანგ გორგასალი, ხო? აი როგორ დაიდგა ვახტანგ გორგასლის ზეგლი. ეს არის საბჭოთა პერიოდი, ეს 1958 წელს, მაშინ ცეკასმდივანი იყო ვასილ მჟავანაძე და თბილისის, როგორც დედაქალაქის 1500 წლიანი ისტორიის აღსანიშნავად გადაწყდა, რომ თბილისში უნდა გაკეთებულიყო თბილისის დამაარსებლად წოდებული, ასე ვთქვათ, ვახტანგ გორგასლის, ანუ მეფის ზეგლი. გამოცხადდა კონკურსი, აი რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი და იმ პერიოდში, ანუ ახალი თაობის ყველა არქიტექტორი იღებდა მონაწილეობას. სულ იქნა წარდგენილი 19 პროექტი. აი როგორი საინტერესო იყო და ვინ იყვნენ ეს არქიტექტორები, ვინც იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად ამაშუკელი, ბერძენიშვილი, ოჩიაურები, გიგაური, მიქატაძე, ანუ მათი ჩამოცვლა ძალიან შორს აგვიყვანდა. მიცემული ჰქონდათ ერთწლიანი ვადა, ანუ არქიტექტორებს უნდა შეექმნათ ესკიზი ამ ერთი წლის განმავლობაში და ვადა ამოიწურა 1959 წელს, ანუ ერთი წელი შედიოდა ეს ესკიზი და შემდეგ უკვე დაიწყო განხილვა. ანუ ძალიან საინტერესო პროცესია. ანუ განხილვას ვინ ესწრებოდა და საერთოდ როგორ ხდებოდა განხილვა. მაგალითად, ჩართული იყო აბსოლუტურად საზოგადოება და ელგუჯა ამაშუკელი თავის აი მოგონებებში იხსენებს, რომ რუსთაველის თეატრი ორჯერ გადაიდო ზეგლის განხილვა, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრის დარბაზი იყო გადავსებული ადამიანებით, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული ყოფილიყვნენ ამ საქმეში ჩართული. და ვინ მონაწილეობდა? მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული გურამ რჩეულიშვილი, ეს ისეთი ცნობილი ფაქტია. მისი დის მოგონებებში ჩანს, რომ ის იმდენად აღფრთოვანებული იყო ამაშუკელის ვახტანგ გორგასლით, რომ ესეთ რამეს ამბობდაო, რომ სხვა თუ დადგეს ავაფეთქებ ყველაფერს, ესეთ რამეს ამბობდა თურმე და ძალიან აქტიურ პოპულარიზაციას არწმუნებდა ჟიურის წევრებს და მაშინ საზოგადოებას, რომ ხარი დაეჭირათ ამაშუკელის ვახტანგ გორგასლისთვის და სამწუხაროდ ძეგლი კი დაიდგა, მაგრამ მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო გურამ რჩეულიშვილი. ის 1960 წელს დაიხრჩო ზღვაში გაგრაში, თუ გახსოვთ, ადიდებულ ზღვაში შევიდა გადასარჩენად. ეხლა როგორც გითხარით, ანუ 19 პროექტის განხილვა უწევდა მაშინდელ საზოგადოებას და კი აირჩიეს ეს ელგუჯა ამაშუკელის პროექტი, მაგრამ მე წამოვიღე რამდენიმე ესკიზი. ანუ რა ძეგლი შეიძლება ქონოდა ელგუჯა ამაშუკელის ვახტანგ გორგასლის ნაცვლად. პირველი პრემია, რა თქმა უნდა, ამაშუკელმა მიიღო. ღირებულება ამ პირველი პრემიის იყო 50,000 მანეთი და ასევე ეს პირველი პრემია ნიშნავდა იმას, რომ მისი ძეგლი დაიდგმებოდა დედაქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე პრემია იყო, აი რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის ბერძენიშვილის ესკიზი, ოქროს გვირგვინი, მეორე პრემიის მფლობელი, ფინანს თანხა იყო 30,000 და ამ ძეგლთან დაკავშირებითაც იყო დიდი განხილვა. აი თუ ვაჩვენებთ ესკიზის დეტალს, აი თავი როგორც ეს იყო თავი ესეთი გორგასლის ძეგლის დეტალია და ამბობდნენ რომ პოეტი უფროა ვიდრე მეფეო. ანუ რაღაცა ესეთი პოეტურ ტიპაჟად ჩაითვალა და შესაბამისად პირველი პრემიის მფლობელი ვერ გახდა. აი ესეთი სახე ექნებოდა ვახტანგ გორგასალს, რო დადგმულიყო მაგალითად ბერძენიშვილის პროექტი. რაც შეეხება მესამე პრემიას, მესამე პრემიაზე წარდგენილი მესამე პრემია აიღო სამმა ესკიზმა. მოდი შეგვიძლია ვნახოთ გოგი ოჩიაურის ესკიზი. ესეც ძალიან საინტერესო, ნახეთ ესეთია და ამ ესკიზთან დაკავშირებით ხალხი ამბობდა, რომ პატარა კახი უფროა ვიდრე გოლიათი გორგასალიო. ხა გორგასლის პარამეტრებზე მაინც ისეთი ერთი ცოტა გადაჭარბებული მონაცემებს ამბობდით ყოველ შემთხვევაში და ეს გორგასალიო იალბუზის მთებს რეკვას ვერ დააწყებინებს. ანუ აი ესეთი მსჯელობა მიდიოდა ამ ძეგლთან დაკავშირებით. აი თქვენ როგორც ხედავთ, ანუ ძეგლი მთლიანად ეხმიანება ლეგენდას თბილისის შესახებ. ერთი ხელი კი აქვს ლაგამზე, მაგრამ მეორე ხელით შევარდენი უჭირავს, გაცვლილი შევარდენი. და ნუ არის ახლოს, მაგრამ ძეგლი არ იქნა, მაინც პირველი პრემია მაინც ვერ მიიღო. მესამე პრემიის მფლობელი ასევე არის ჯუნა მიქატაძის ვახტანგ გორგასალი, ვნახოთ მისი ესკიზი, აი ეს არის მეტეხი, მესამე პრემიის მფლობელი, საკმაოდ ისეთი წარმოსადეგი და საინტერესო ესკიზია და არის ასევე გურამ კორძახიას ესკიზი, რომელსაც ასევე მიენიჭა მესამე პრემია. ხო, შორის ის მართლა ეხლა დავაკვირდი ამ ბოლო ესკიზს უფრო ბოლოს წინას უფრო სწორედ.
უფრო მეფურია ვიზუალური მიქატაძის. კი, იმას ზედმეტად დახვეწილი სახე ყავდა. ალბათ მაგით. კი ბატონო, აი ესეც არის საინტერესო, კვარცხლბეკზე იყო. გაკე კვარცხლბეკიც ქონდა წარდგენილი, თუმცა კორზახიას პროექტმა აიღო მესამე პრემია. ძალიან საკამათო და დიდი მღელვარება მოყვა კიდევ ერთ პროექტს, ეს იყო გიგაურის პროექტი. შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს პროექტი, აი ნახეთ როგორი პროექტია. ძალიან ისეთი თავდახრილ ცხენზე, ესეთი ახალგაზრდა მხედარი გაჭიმული. კი, ასეთი პროექტიც იყო წარდგენილი. ესეც არის გაყიდვის ნებართვა გასცა მაშინ. ჟიურიმ, თუმცა პრემიის მფლობელი ვერ გახდა, მაგრამ ესეთი და წარმოიდგინეთ 19 ასეთი სხვადასხვა პროექტი იყო წარდგენილი და როგორ სერიოზულად მიუდგა მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ქართველი მეფის ზეგლის დადგმას და დღესაც ახლა ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგალითად ახლანდელი ახალგაზრდა მოქანდაკეების თვალით დანახული ერეკლე, აი ძალიან სიამოვნებით ჩავერთვებოდი მე პირადად ამ პროცესში და უაღრესად საინტერესო იქნებოდა და არჩიეს 55 წლის წინ შექმნილი პროექტის ესკიზი იქნა გაცოცხლებული და ამიტომაც აი არის ესეთი უამრავი ნებათაღელვა. რაც შეეხება კი დაიდგა ძალიან მალევე ერთ წელიწადში დადგეს ერეკლეს ზეგლი და ელგუ ჯამაშუკოს დაჭირდა 8 წელი იმისათვის რომ ეს ქანდაკება გაეკეთებინა, როგორც გითხარით, კონკურსი 1959 წელს დასრულდა, მაგრამ ძეგლი დაიდგა 1967 წელს. და როგორც ვახტანგ ბერიძე იყო მაშინ აკადემიკოსი ერთ-ერთი ჟიურის წევრი, მის მოგონებებში არის, რომ იმისათვის, რომ ძეგლი დადგმულიყო, მეტეხის მიდამოებში მოხდა არაერთი სახლის აღება და იქ ბაზალტის, აი თლილი კვადრებით, აი რასაც ხედავთ, ამოყვანილი კლდის ამოყვანა მოხდა მაშინ და გასწორდა პლატო. და შემდეგ უკვე მოხდა ამ შთამბეჭდავი ძეგლის დადგმა, რომელიც დღეს ყველას მოგწონს და რომელთა დადგმასაც აი ესეთი ამბავი მოყვა რა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, იმ ესკიზებიდან რამდენიმე ამას მივჩერდი. ეხლა რო მიქატაძის მოგეწონათ და როგორ ძალიან უცხო იყო სხვათა შორის. მართლა რაღაცა ეკას უფრო მოეკითხება თანამედროვე აზრი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა, მართლა ცოტა უცხო იმ დროისთვის დამძეგსო რო უყურებ საათსაღად ეხლა დროშას რო აჭერებენ ძალიან მოწონს ეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აი ეს მიქატაძე ვთქვით? მიქატაძის ვეშე ცოტა იმ დროებისთვის ცოტა უცხო იყო და არ იყო. უცხო იყო ალბათ. ხო და დღეს თანამედროვეობაში მართლა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო იქნება როგორი შანსი გვაქვს ხელიდან გაშვება. ძალიან მნიშვნელოვანი, აი იმდენად ჩაერთვებოდა, აი ამაზეა საუბარი, აი დაგვიბრუნეს კადრი, მიქატაძის ეს. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ძეგლების მე ის თავდახრილი გიგაურის. ესე გიგაურს უნდა ჩავეცი. გიგაურზე დიდი აჟიოტაჟი იყო, აი ამაზე ხო? ხო, არ იქნებოდა შემთხვევით ეს აჟიოტაჟი, იმიტომ რომ იმ დროებისთვის ყველა თითქოს ერთნაირად რაღაც აკადემიური იყო და ეს ცოტა უცხოა. ძალიან განსხვავებული. და ნეტა რას ყვებოდა იმ ცოტა ხო, აი საინტერესოა თვითონ ამ ცხენზე დგას მეფე ამ შემთხვევაში. რაღაც ლუნეც თავჩახელი ხმალის დაშვებული რაღაცნაირი უცნაური პოზაა. კი, ნამდვილად. ზოგადად აი ძეგლების ისტორია რო დავიწყოთ ჩვენს ქვეყანაში, ანუ რა ხდებოდა, როგორ იდგმებოდა ზოგადად ქანდაკებები, ყველაზე პირველი ძეგლი ქართველებმა ჩვენ დაუდგით მიხეილ ვორონცოვს. მიხეილ ვორონცოვს. ეს ძეგლი დაიდგა 1867 წელს. მოქანდაკე პიმენოვი იყო და არქიტექტორი იყო ოტო სიმონსონი. აი ეტყობა უმაღლესი პილოტაჟი ამ არქიტექტურის. ძეგლი იქნა აღებული 1922 წელს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ყველა ძეგლი, რაც კი აიღეს ჩვენს ქალაქში, არც ერთი მუზეუმში არ არის გადატანილი, ყველა არის განადგურებული. ამას რაღაც ამბოხის დიდი ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით. ყველაზე ძველი ბიუსტი, ანუ ძეგლს ვერ ვიტყვი, რაც დღეს გვაქვს ჩვენ თბილისში, ეს არის პუშკინის, ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი, რომელიც არის სკვერში. 1892 წელს აი ეს ბიუსტი, თუ გახსოვთ, ამას წინათ იქ ტერიტორიის რეკონსტრუქცია რომ მოხდა, მაშინ ხელი შეავლეს ამასაც ძალიან ცუდად და ძალიან დიდი პროტესტი მოყვა და ისევ დააბრუნეს ეგ შრიფტი შეცვალეს და მთელი რიგი ამბავი. ვითომ მეგონათ რომ უკეთესი გააკეთეს. ფელიქს ხოდოროვიჩის დადგმა იყო და იგივე არქიტექტორის მიერ იყო მოქანდაკის მიერ დადგმული გოგოლის ზეგლი, ესეც იყო საინტერესო 1904 წელს, რომელიც დაიდგა ალექსანდრეს ბაღში. ეს ზეგლი გვაქვს დაკარგული 1990-იანებში მოიპარეს და მისი მოძებნა სამწუხაროდ ვერ მოხდა. არსებობს ესეთი
გვერდი თბილისის ძეგლები, ძალიან საინტერესო გვერდია, სადაც არის აღწერილი და ჩამოთვლილი 2017 წლამდე რა ძეგლი დაიდგა თბილისში. ანუ პირველიდან ბოლომდე, ხა 2017 წლის მერეც დაიდგა ჩვენთან ძეგლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩამონათვალში არის ის ძეგლები, რომელიც დღეს არ არის. ანუ ძალიან საინტერესოა. ამ თვალსაზრისით, რომ გადავხედე, მაგალითად რა ეპოქაში, როდის რა იდგმებოდა, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ვიტყვი, მაგალითად არც ერთი ძეგლი არ არის დადგმული თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში. შესაძლოა დაიდგა და უბრალოდ მე არ მაქვს სათანადო ინფორმაცია, ან იმ გვერდზე ჩემი აზრით კი უნდა ყოფილიყო ახლა აღრიცხული, არც ერთი ძეგლი არ არის დადგმული 1918-დან 21 წლამდე, მაგრამ 1921 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო ამბავი ამ მიმართულებით. წარმოიდგინეთ 1921 წლის 25 თებერვალს შემოდის წითელი არმია თბილისში, მოხდა დაიწყო ეს ბოლშევიკური ოკუპაცია და თებერვალში 25 თებერვალი ითვლება მაინც თბილისის ოკუპაციის დღედ და სექტემბერში ცოცხალ ლენინს 1921 წელს დაუდგით ძეგლი. და ეს ადგილი ტყუილად არ არის ნაჩვენები, ეს არის გრიბოედოვის და რუსთაველის კვეთა. ეს ყვითელი შენობა მოგეხსენებათ დღეს რომ მე მგონი კლუბია, იქ ცნობილი კლუბი, ეს შენობა ადრე იყო ეკლესია, თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ეკლესია და ზუსტად აი ამ ეკლესიის წინ, აი ამ ასახვევში 1921 წლის სექტემბერში დაიდგა პირველი ბიუსტი. ანუ ეს იყო ლენინის პირველი მონუმენტი. ასახვევში გრიბოედოვის ხარეს ამბობთ? აი ხა გამოჩნდება შემდეგი კადრი, ცოტა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჩანს აი ნახეთ როგორ დგას, აი რაღაცნაირად. ხო, აი რაღაცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჩანს. შემდეგ იყო ესეთი კურიოზული შემთხვევა, რომ 30-იან წლებში ეს ჟურნალში დაიბეჭდა კარიკატურა, სადაც ამ ლენინს ყურზე ხელი ქონდა აფარებული და ქვევით ეწერა, რომ ლენინს ფიქრში ეკლესიის ზარები უშლიანო და ეს იყო მინიშნება იმისა, რომ თეოდოს ჩერნიგოველის ეს ეკლესია დაენგრიათ და საერთოდ გადაეკეთებინათ უბრალო საცხოვრებლად. სხვათა შორის ჩვენ ცოცხალი სტალინის ბიუსტიც გვედგა მშრალ ხიდთან 1939 წელს დაიდგა სტალინის ძეგლი, ძალიან მასშტაბური, აი ესეთი ძეგლი იდგა მშრალ ხიდთან და ეს ძეგლი იქნა აღებული 1961 წელს. ანუ სიცოცხლეშივე გამდით აი ამ ძეგლებს. სხვათა შორის ლენინის ბიუსტის დადგმით ქვეყანაში დაიწყო, ესე ვთქვათ, მონუმენტური პროპაგანდა. ანუ მონუმენტური პროპაგანდა რას ნიშნავს? რაღაცა პოლიტიკური და იდეოლოგიური და პოლიტიკური იდეების გავრცელება აი ამ მონუმენტების და სხვა არქიტექტურული ნაგებობების საშუალებით. ეხლა 1921 წელს კი დავდგით ეს ბიუსტი, მაგრამ პირველი ქართველის ბიუსტი, ანუ ვინც დაიდგა ზოგადად ქვეყანაში, ეს იყო აკაკი წერეთელი. აკაკი წერეთლის ბიუსტი დღემდე დგას, ანუ ოპერის გვერდით, როგორც ვიცი, ორიგინალი იაკობ ნიკოლაძის მუზეუმშია. და თუ გაჩვენებენ ამ სურათს, ეს არის იმ პერიოდისთვისაც აკაკი წერეთლის ამ ფორმით გამოსახვა იყო საინტერესო მოვლენა და ამასაც მოყვა დიდი აჟიოტაჟი აკაკი წერეთლის ძეგლის დადგმას. შეიძლება კი მივხვდეთ, რატომაც გამოიწვია აკაკის ძეგლმა ასეთი აჟიოტაჟი. მე გერონტი კიქონძემ თქვა, რომ კარგი ძეგლიაო და დაშოშმინდითო, ანუ არ ჩანს ფოტო და ვიტყვი, რომ შიშველი, ანუ გამოსახული, როგორც ანტიკურ ტიტანის ფორმით არის გამოსახული და სადნახეს შიშველი წერეთელიო, ამაზე იყო მაშინ საზოგადოება გადარეული და ამბობენ, რომ სხვათა შორის არაჩვეულებრივ გამოფენაში გაბრიაძემ ამ მოვლენიდან აიღო ამბავი, იქ რა გიქნას შემოსავლეო ამბობს, აი ამ მოვლენას ეხმიანება გარკვეულწილად. რაც შეეხება მონუმენტურ ძეგლებს, მონუმენტური ძეგლების დანგრევა დაიწყო 99 წლიდან, ანუ მაგალითად თავისუფლების მოედანზე მდგარი ლენინი, თოფურიძის ლენინი 1989 წელს მოხდა მისი დემონტაჟი. ანუ 99 წლიდან როცა უკვე მაინც როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ძეგლების თვითნებური აღება გახდა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ამ საბჭოთა ძეგლებს იცავდა პოლიცია, მილიცია, ეს არის რეჟიმების დასასრული ზოგადად ძალიან ისეთი სახეა მაინც. როცა დაცვა საჭირო ხდება, უკვე ასეა და შემდეგ უკვე დაიწყო დემონტაჟი, მაგალითად ჯერ აიღეს თავისუფლების მოედანზე ეს მთავარი ლენინი, რომელიც იქ იდგა. აკაკის ბიუსტი შეგვიძლია ვაჩვენოთ, რაზეც საუბრობდა ელზა და
ხო. შემდეგ პარლამენტის შენობასთან დამდგარი ასევე თოფურიძე მიქატაძის ძეგლები იყო ისი იმათი აღებაც მოხდა. აი კიროვის ძეგლი აიღეს, სერგო ორჯონიკიძის ძეგლი და აი ეს არის აკაკის ბიუსტი. რომლის დადგმასაც მოყვა დიდი აჟიოტაჟი. ეს არის ყველაზე ძველი ქართველის ძეგლი 1900 ოპერის გვერდით დგას. კი, ოპერის გვერდით დგას. იქიდან არის აგებული. 1922 წელს არის იაკობ ნიკოლაძის. სხვათა შორის იქვე ეროვნული გალერეის ეზოში 9 აპრილის ბაღში დგას იაკობ ნიკოლაძის 1923 წელს დადგმული ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი. და საერთოდ ზოგადად აი ამ ბიუსტების და ხანდაკებების ისტორია არის უაღრესად საინტერესო. მთლიანობაში დამავიწყდა რაოდენობის თქმა, როგორც ის გვერდი ამბობს, 2017 წლამდე 205 ძეგლია თბილისში დადგმული. 205 ძეგლი 2017 წლამდე აქედან ეს მონუმენტური ძეგლები რა თქმა უნდა აღებულია, მაგრამ აბსოლუტურად დიდი ნაწილი დღემდე დგას და ყველა ყვება თავისებურ ისტორიას მოვლენების თუ პიროვნების შესახებ. იდეაში თუ ეხლა თქვენ რასაც ყვებოდელზე